სეპტუაგინტა ებრაული ბიბლიის პირველი, მაგრამ არა ერთადერთი თარგმანია. პრაქტიკულად ბიბლიის ებრაულიდან ბერძნულად თარგმნისთანავე დაიწყო სეპტუაგინტას ტექსტის შედარება ებრაულთან და მისი ჯერ სპონტანური და შემდეგ პრინციპული და ინტენსიური სწორება მასორეტული ტექსტის მიხედვით, რამაც ამა თუ იმ მიკითხვისისა თუ ხშირად სრული წიგნების არაერთი ალტერნატიული ვერსია წარმოშვა. მათგან სახელდებით აკვილას, სვიმახოსისა და თეოდოტიონის ალტერნატიულ ვერსიებს ვიცნობთ. ამ ვერსიათა შემცველი სრული ხელნაწერები არ შემორჩენილა. მათი ნაშთები გაბნეულია ბიბლიის ხელნაწერთა აშიებზე, სადაც ეს ვარიანტები ბერძენ სწავლულ გადამწერთა წყარობით აღმოჩნდა, რომლებსაც სხვადასხვა მოსაზრებით სეპტუაგინტას ვრცელი თუ მოკლე სეგმენტის ალტერნატიული ვარიანტები სეპტუაგინტას ხელნაწერთა აშიებზე შეჰქონდათ. ქართული როგორც სეპტუაგინტას ტრადიციის განშტოება ამ თვალსაზრისითაც არ წარმოადგენს გამონაკლისს. მეფეთა წიგნების, კონკრეტულად კი მეოთხე მეფეთას შემცველ ქართულ ხელნაწერთა ერთ ჯგუფს აქვს უმცროს მთარგმნელთა 22 მარგინალური ვარიანტი. 22-ვე მათგანი თავმოყრილია მეოთხე მეფეთას ერთ მონაკვეთში, რომელიც მე-10 თავის მე-13 მუხლიდან მე-19 თავის 39 მუხლებს მოიცავს. უნდა აღინიშნოს, რომ ხელნაწერ წყაროებში ეს 22 მარგინალური კითხვისი ერთგვაროვანად არაა წარმოდგენილი. რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგ ხელნაწერს მეტი აქვს, ზოგ ხელნაწერს ნაკლები. მარგინალური ვარიანტები არის მატენადარანში, საცავი ფურცლების სახით შემორჩენილ ფრაგმენტულ კოდექსში, იერუსალიმ 113-ში, A570-სა და A646-ში. როგორც ხედავთ, ამგვარ ვარიანტთა უდიდესი ნაწილი წარმოდგენილია A646-ში, დანარჩენ წყაროებს უმეტესწილად ნაკლული ადგილების გამო მხოლოდ მცირე რაოდენობის მარგინალური კითხვისები აქვს. ოშქის ბიბლიასა და საბას ბიბლიაში ამჟამად ეს ვარიანტები აშიებზე აღარაა განფენილი. თუმცა ზოგიერთი შეცდომის ხასიათი მოწმობს, რომ ამ ხელნაწერთა დედნებსაც უნდა ჰქონოდათ უმცროს მთარგმნელთა მარგინალური ვარიანტები, რასაც დღეს ვაჩვენებ კიდეც. სანამ უშუალოდ მაგალითების განხილვაზე გადავალთ, თვალი შევავლოთ, როგორაა წარმოდგენილი ეს მარგინალური კითხვისები ხელნაწერებში. ერევნის კოდექსში A570-სა და A646-ში მარგინალური და ტექსტური კითხვისები ერთმანეთთან სპეციალური ნიშნით დაკავშირებული არაა. მარგინალური ვარიანტები იმ სტრიქონის გასწრუ წერია, ან უნდა ეწეროს, რომელშიც მათი ტექსტური შესატყვისია. ეს მარგინალური ვარიანტები იერუსალიმურ ხელნაწერში უსახელოა, დანარჩენ წყაროებში კი აკვილას ან სვიმახოს მიეწერება. ამასთან იერუსალიმური ხელნაწერი ერთადერთია, სადაც სპეციალური ნიშნებია გამოყენებული ტექსტის და მარგინალური ვარიანტის დასაკავშირებლად. აკვილასა და სვიმახოსის სახელები პირველ 300-მდეა შემოკლებული, სვიმახოსი და აკვილა ბერძნულ წყაროებში როგორც წესი მხოლოდ დასაწყისი ასოება, ხოლმე დასაწყის ასოებამდეა შემოკლებული. თუ ერთ ტექსტური კითხვის აშიაზე, ეს არის მატენადარანის ფრაგმენტი, თუ ერთ ტექსტური კითხვის აშიაზე ორი მარგინალური კითხვისი შეესაბამება, ჯერ სვიმახოსის წერია, შემდეგ კი აკვილასი. ბერძნულ წყაროებში და ბერძნულ უფრო ტრადიციული რიგი კი პირიქითაა აკვილა და შემდეგ სვიმახოსი და ეს რიგი მომდინარეობს ორიგენეს ჰექსაპლადან და შესაბამისად ეს ვარიანტებიც ამოწერილია ხოლმე ორიგენეს ჰექსაპლადან. ამ შემთხვევაში რატო არ იგი შეცვლილი ჯერჯერობით პასუხის გაცემა რთულია. მხოლოდ ქართულში მხოლოდ ერთ შემთხვევაში გვაქვს საპირისპირო რიგი, ანუ ჯერ აკვილა და შემდეგ სვიმახოსი. უმეტესად არის სვიმახოსი და შემდეგ აკვილა. 22-ვე მაგალითთან არაერთი საყურადღებო ფაქტორია დაკავშირებული, რომლებიც კომენტირებას საჭიროებენ, თუმცა ყველა ამ ნუსხაზე საუბრის ნიუანსზე საუბრის დრო დღეს და მოხსენების ფორმატიდან გამომდინარე არ გვაქვს. დღეს მხოლოდ იმ შემთხვევებს წარმოვიდგინთ, როცა ამგვარი მარგინალური კითხვისები შეცდომების მიზეზი ხდება. ჯერ განვიხილავ მაგალითებს, როდესაც შეცდომა თავად მარგინალურ ვარიანტებს უკავშირდება, შემდეგ კი იმ მაგალითებს, რომლებიც მარგინალური კითხვისების თავად ტექსტის ცვლილებას იწვევს.
ხელნაწერში მარგინალია ისეთსავე ფუნქციას ასრულებს, როგორცაც ციკლში სკოლია. შესაბამისად მარგინალურ შენიშვნასა და ტექსტის იმ სიტყვას შორის, რომელსაც ეს მარგინალია სკოლიო მიემართება, საჭიროა მიმართების ჩვენება პირობითი ნიშნებით, შესაძლოა ციფრებითაც. ეს ასე არის ხოლმე აკოვას და სუმახოსის და თეოდოტიონის ვარიანტების შემთხვევაში და ხშირად ბერძნულ ხელნაწერებში საამიშრო ნიშნებიცა გამოყენებული. ამგვარი ფილოლოგიური პრაქტიკა ჩვეულებრივი არაბიბლიურ ხელნაწერებშიც, მაგალითისთვის იოანე პეტრიწის კავშირის ყველაზე ძველი H1337 ხელნაწერით შეიძლება გავიხსენოთ, რომელშიც მარგინალური შენიშვნები ტექსტთან პირობითი ნიშნებითაა დაკავშირებული, იმედია ჩანს ეს თვალის მსგავსი ნიშანი. მიუხედავად ამგვარი ტრადიციისა, უმცროს თარგმნელთა ვარიანტები ჩვენთვის საინტერესო მაგალითებში, როგორც ზემოთ ვთქვით, უნიშნოდ უკავშირდება ტექსტურს, რაც იწვევს კოორდინაციის დაკარგვას ტექსტსა და განსაკუთრებული დამიზნება სჭირდება. მარგინალია შორის და გადაწერის პროცესში დედნისეული სარკის დარღვევის გამო მარგინალური და მის შესაბამისი ტექსტური კითხვისი რამდენიმე ხაზით ცდება ხოლმე ერთმანეთს. უარეს შემთხვევაში თუ ეს რამდენიმე ხაზიანი აცდენა გვერდის ცვლილებასაც ემთხვევა, ტექსტური და მარგინალური კითხვისი სხვადასხვა გვერდზე წერია ხოლმე და მაგალითად A646-ის ეს ხელნაწერი ტექსტური კითხვისი 200 ვერსო გვერდზეა დარჩენილი და მისი მარგინალი 211-ზეა გადატანილი. იერუსალიმური კოდექსი, რანაც ვახსენეთ, ახლა კიდევ ერთხელ ვაჩვენებ, ერთადერთია, რომელშიც მარგინალური და ტექსტური კითხვისი ერთმანეთთან სპეციალური პირობითი ნიშნითაა დაკავშირებული. შესაბამისად, მათი სინქრონული განლაგება შენარჩუნებულია. ამგვარმა მარგინალურმა ვარიანტება შეიძლება დაკარგოს დაზუსტება თუ ვინაა მისი ავტორი, მაგალითად იერუსალიმური ხელნაწერი, სადაც ეს ვარიანტები მეგონი ისევ ზემოთ უნდა დავდიახ. ანონიმურადაა წარმოდგენილი და როდესაც პირობითი ნიშანიც აღარ ახლავს, უკვე მათი ტექსტში ინტეგრაცია ძალიან იოლია. განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი შემთხვევები, როდესაც ეს მარგინალური ალტერნატიული ვარიანტები ტექსტის ცვლილების მიზეზი ხდება. გადამწერი სწორად ვერ ახდენს ამგვარი მინაწერების ინტერპრეტაციას და ფიქრობს, რომ ამგვარად ტექსტის შეცდომაა გასწორებული. განსაკუთრებით იოლიო შეცდომის დაშვება, თუ ეს მინაწერები გადაწერის პროცესში ანონიმურადაა ქცეული და მითითება, რომ ის სხვა ტექსტისა და სხვა ავტორის კუთვნილება და არა სეპტუაგინტასი აღარ არსებობს. ჩვენ მიერ წარმოდგენილი ნუსხის სახით 22 მაგალითიდან 3 სწორედ ასეთი შეცდომის მიზეზი ხდება. საბას ბიბლიაში და ასევე ერთი მაგალითი გვაქვს იერუსალიმურ ხელნაწერში. სავარაუდოდ ამისავე მაგალითი უნდა გქონდეს ოშკის ბიბლიაში, რომელიც კიდევ ერთი შეცდომის შედეგად არის მიღებული. ეს არის მეათე თავის 27 მუხლი. ამჟამად იკითხვისის მარგინალიაზე მხოლოდ 2 ხელნაწერშია შემორჩენილი, A570-სა და A646-ში წამით. ორივე მათგანში აცდენილია ტექსტის მიწყვილეს, რის გამოც A646-ში ტექსტური და მარგინალური კითხვისები სხვადასხვა გვერდზეა მოთავსებული. მარგინალური კითხვისის ნაწილი ტექსტშია ინტეგრირებული და ორმაგ წაკითხვას იძლევა ოშკის, იერუსალიმისა და საბას ბიბლიებში და ახლა ეს ტექსტურად შემოვთავაზებთ. ტექსტური კითხვისი სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო სარცხვინელად ეის ლუტრონას თარგმანი. აქვე აღნიშნავს, რომ ეს არის ჰაპაქს ლეგომენონი და მეტჯერ გამოყენებული სეპტუაგინტაში არ არის, ყოველ შემთხვევაში საძიებო სისტემებით ვერ დაიძებნა. მარგინალური კითხვისი კი 2 დაკავშირით შეერთებული სიტყვა სასავლეთ და სასკორეთ, რომლების ავტორადაც სვიმახოსია დასახელებული. როგორც წესი, ასეთი სინონიმური წყვილები სხვადასხვა ავტორისაგან მომდინარეობენ ხოლმე და ამ შემთხვევაში 2 სხვადასხვა ავტორის ალტერნატიული კითხვისი უნდა გქონდეს. თუ ბერძნული და
სომხურ სირიული წყაროების მონაცემებს გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ ეს მეორე ავტორი აკვილა უნდა ყოფილიყო. გადაწერის პროცესში ამ მეორე ვარიანტმა დაკარგა ავტორის სახელი, იქცა ერთმანეთის გვერდიგვერდ აშიაზე მოხდა ორი სინონიმური სიტყვა, რომლებიც შემდეგ გადაწერის შემდეგ საფეხურზე უკვე დაკავშირით შეერთდა. ამ მარგინალურმა იკითხვისმა ტექსტის ცვლილებაც გამოიწვია იერუსალიმურსა და საბას ხელნაწერებში ამ ორი სიტყვიდან ერთ-ერთი სასკორედ ტექსტში ინტეგრირდა და ორმაგი იკითხვისი, ანუ დუბლეტი მოგვცა. შესაძლოა ტექსტის დაზიანების შემდეგი საფეხური ასახული ოშკის ბიბლიაში, სადაც ამ უკითხვის თუ სხვა ტიპის შეცდომის გამო სასკორედ სიტყვა სახლად არის ქცეული. შემდეგი მაგალითი გახლავთ მე-15 არის მე-5 მუხლი. მარგინალური ვარიანტი ამჯერად მხოლოდ A646-ისა და იერუსალიმური ხელნაწერის აშიაზე გვაქვს. A570 აქ ნაკოულია, იერუსალიმურ ხელნაწერში ალტერნატიული თარგმანი ანონიმურია, თუმცა სპეციალური ნიშნითაა დაკავშირებული ტექსტურ შესატყვისთან. და სწორად გილას წერია 646-ში კი ვარიანტი აკვილას მიეწერება, თუმცა აცდენილია ტექსტი და მისი ტექსტური შესატყვისი მომდევნო გვერდზეა მოხვედრილი. თავბრუნდები ერთი წამით ზემოთ. იკითხვისი, რომელიც ჯანაშვილისა და იერუსალიმურ ნუსხებში აშიაზეა, საბასთან ტექსტშია ინტეგრირებული და დუბლეტურ იკითხვის იძლევა. ოშკის ბიბლიაში კი ოდენ ტექსტური ვარიანტია შემორჩენილი. წყაროებში ეს არის თუ მესამე მაგალითი გახლავთ მე-11 თავის მე-9 მუხლი. წყაროებში ალტერნატიული თარგმანი ახლავს იოდაეს, რომელიც საკუთარი სახელია, ეპითეტს, სუნეტოს, ბრძენს ნიშნავს. ეს ალტერნატიული ეკვივალენტი არის იერეუს მღვდელი, რომელიც ბერძნულ ხელნაწერთაგან Z ხელნაწერში ტექსტურ დუბლეტადაა წარმოდგენილი. სუნეტოს დიახ დავასრულებ ორ წუთში. სუნეტოს იერეუს, რაც ბრძენი მღვდელი ასე ითარგმნება. სიროჰექსა პლაში აკვილასა და სიმახოსის მარგინალურ ვარიანტადაა დაფიქსირებული, ხოლო სომხურში აკვილას თარგმანად. ქართული ხელნაწერები ტექსტური და მარგინალური იკითხვისების რეპრეზენტაციით განსხვავდებიან, როგორც ბერძნული და სხვა უცხოური წყაროებისაგან, ასევე ერთმანეთისაგან. A570-ში იოდაეს საერთოდ ეპითეტის გარეშეა, ანუ არც სუნეტოს ახლავს, არც იერეუს, მხოლოდ აშიაზე აქვს ბრძენმან მარგინალური ვარიანტი. რაც შეეხება A646 ტექსტში წერია მღვდელმან და აშიაზე წერია ბრძენმან, ბერძნულისგან შებრუნებული ვითარება. ეს არის ოშკური ხელნაწერი, სადაც ტექსტში წერია იუდაე მღვდელმან და ამას მარგინალური ვარიანტი არ აქვს და ასევეა იერუსალიმში იუდაე მღვდელმან მარგინალური ვარიანტის გარეშე. სავარაუდოდ საბასთან კი გვაქვს დუბლეტი იუდაე მღვდელმან ბრძენმან. სავარაუდოდ ქართულის დედანში ტექსტური და მარგინალური ვარიანტი უკვე შემოცვლებული იყო, ანუ აკვილას მარგინალური ვარიანტი ტექსტში იყო ინტეგრირებული, ხოლო ტექსტური ვარიანტი აშიაზე განთავსებული. წესით თუ ბერძნულის მიმყოლი იქნებოდა, უნდა ყოფილიყო იუდაე ბრძენმან ტექსტში და მღვდელმან აშიაზე, მაგრამ ქართულში გვაქვს პირიქით. აშიაზე განთავსებული და კვლავ აკვილას სახელით. საბას ხელნაწერში ეს მარგინალური ვარიანტი ტექსტში ინტეგრირდა და დუბლეტური წაკითხვა მოგვცა. სავარაუდოდ ქართული დედანი, ამჟამად ჩვენთვის ხელმისაწვდომი არც ერთი წყარო არაა, მათ შორის არც სომხური. ამ სამიოდე მაგალითის განხილვამაც აჩვენა თუ როგორ ცვლიან ტექსტს მარგინალური იკითხვისები. თუკი ამგვარი მარგინალური ვარიანტი რომელიმე ენოვან წყაროში მაინც არის შემორჩენილი, იოლია იკითხვისის წარმოშობისა და ხასიათის განსაზღვრა.
თუკი მხოლოდ დუბლეტური ვარიანტი ან შენაცვლება გვაქვს, რაც მაგალითად მრავლადაა პირველი მეფეთას ქართულ თარგმანში, ამ შემთხვევაში ვარიანტული კითხვის ხასიათის დასადგენად პარალელურ ადგილებს უნდა მიმართოთ ხოლმე. ეს იყო სულ ის თქმაც მინდა და მადლობა. აი ნახეთ. მოკლედ მაშინ როგორ ბერძნულის ტექსტში წერია იუდაე ბრძენმა. ბერძნულის აშიაზე წერია მღვდელმანი და ამ მღვდელმან ვარიანტს მიწერილია, რომ ეს არის აკვილას თარგმანი. ებრაულ მასორეტულ ტექსტში თუ ჩავიხედავთ, აი ამ ბრძენმან, მღვდელმან სიტყვის ებრაული ეკვივალენტი ნიშნავს მღვდელს. შესაბამისად, ასე ვარაუდობენ ხოლმე, რომ პირველმა თარგმნელმა რატომღაც არაზუსტი ეკვივალენტით გადმოიტანა მღვდელმან ებრაული სიტყვა და შემდეგ იმ მკითხველმა, რომელმაც შეუდარა მასორეტულ ტექსტს სეპტუაგინტას თარგმანი, დაინახა, რომ აქ არის შეუსაბამობა და მისი გასწორებული ვარიანტი ან აშიაზე შეიტანა, ან თავზე დააწერა. და ეს ვიზუალურადაც ჩანს, ასე ვთქვათ, ხელნაწერ წყაროებში, რომ ერთი ვარიანტი ტექსტში წერია და მეორე მარგინალიაზე. ამ შემთხვევაში მეფეთა წიგნი ცნობილი და მიღებული ამბავია ის, რომ მასორეტული ტექსტი მეფეთა წიგნების არის ძალიან დაზიანებული. ბევრი შეცდომა შიგნით გადამწერების მასორეტული დიახ. და სეპტუაგინტას თარგმანი წყაროდაც არის გამოყენებული საიმისოდ, რომ თქვენ რა იყო უფრო ადრე ებრაულში და ამას ასევე ეხმარება ყუმრანის გრაგნილებში აღმოჩენილი ებრაული ტექსტი მეფეთასი, რომელიც ადასტურებს, რომ სეპტუაგინტას თარგმანში რაც არის, ის ნამდვილად იყო ებრაულში და მაშინ თარგმნელს არ შეუცვლია. ამ შემთხვევაშიც, აი ამ ბრძენმან, მღვდელმან ვარიანტის შემთხვევაშიც შეიძლება საფუძველი ჰქონდეს ვარაუდს, რომ სეპტუაგინტა სხვა ებრაულს ასახავს. მაგრამ ახლა ჩემი მიზანი არ არის სეპტუაგინტას ებრაული დედნის აღდგენა ან ებრაული ტექსტის ისტორიის ჩვენება. უბრალოდ აი ამ მარგინალური ვარიანტების წარმოდგენა მინდოდა, რომ ესენი ხელნაწერებში არსებობენ და გადაწერის პროცესში ცვლიან ტექსტს. და როგორ შეიძლება გქონდეს აი მაგალითად გოლიათის სამი ეპითეტია გამოყენებული, ხნე, ძლიერი და ქველი და ბერძნულ დადგენილ ტექსტში მხოლოდ ერთია. ან გვაქვს კიდევ რაღაცა იარაღების ჩამონათვალი, სამუშაო იარაღების ქართულში ალბათ 15-მდე ადის, ბერძნულში არის მაქსიმუმ 10 და ახლა აი ამ დამატებული 5 ვარიანტის წარმომავლობა როგორც უნდა ახსნათ და ვიპოვოთ ეს გაბნეული ბერძნული ხელნაწერების აშიებზე.
და ალბათ ან ქართულის დედანში უკვე შესული იყო ეს მარგინალური ვარიანტები, ან ქართულის თავდაპირველ თარგმანშიც აშიაზე ეწერა, მაგრამ გადაწერის პროცესში შევიდა ტექსტში. არამასურეტული ებრაული ტექსტი თავიდან სრული სახით შემორჩენილი არც არის ფრაგმენტები არის არის ფრაგმენტები ყუმრანის გრაგნილების სახით. თავად მიდგომა შეიცვალა კი ბიბლიის ტექსტოლოგიაში თავდაპირველად ასეთი მიმდინარეობა იყო, რომ აი რაც ებრაულ მასორეტულ ტექსტშია ეს იყო და თუ რაიმე განსხვავება სეპტუაგინტსა და მასორეტულ ტექსტს შორის ეს არის თარგმნილის შეცდომა. თუმცა სეპტუაგინტას მკვლევრები ამ მიდგომას არ იზიარებდნენ და ყოველთვის ჰქონდა თავიანთი არგუმენტები, რაც შემდეგ დაადასტურა ყუმრანის გრაგნილების აღმოჩენებმა. ახლა უფრო იმ მიმართულებით არის რა ცვლილება განიცადა ტექსტი. ესაიას პროფეტია, ტექსტები და აი Thank you.